მოუხადო მთელ საქართველოს ბავშვებს, მოზარდებს, მშობლებს ჩემი უცენზურო სიტყვებისთვის, რომელიც მოისმინეს და არ დაფარეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. შემდეგ მინდა კიდევ ბოდიში მოუხადო ჩემს შვილს და მშობლებს ამ სიტყვებისთვის, რომ მათაც მოუწიათ ამ ყველაფრის მოსმენა. რაც შეეხება თუ შეიძლება კითხვაზე კითხვით გიპასუხებთ და ერთი წავით ნანიკო. არა, იმათაც მოუხადოს ბოდიში. თუ შეიძლება ნანიკო, ვიცი დადექი. ეკა ნანიკოს რეპლიკა იყო. დიახ. ხო, ქალბატონო ეკა, თუ შეიძლება კითხვაზე კითხვით გადმოვალ და მე მინდა კითხვა დავუსვა. სრულიად საქართველოს, სრულიად საპატრულოს და ყველას საერთოდ მე ნაცნობი რომ ყოლოდა მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროში 1 წლის განმავლობაში ზუსტად გუშინ დავითვალე და 8700 ლარი მაქვს 1 წლის განმავლობაში ჯარიმა გადახდილი. თქვენი აზრით ამ ჯარიმებს გადავიხდით? მე მგონი ზრუა სტილისტად დავიწყო მუშაობა. კარგი მანქანა ყავთ? ნანიკო ერთი წამით ხო? უკაცრავად ეკა ჩვენ მოვისმინეთ რომ აი თქვენ ახლა ბძანებთ რომ მე რომ ყოლოდა ნაცნობი მაშინ ამ შემთხვევაში ამდენი ჯარიმა არ მექნებოდაო და ჩვენ მოვისმინეთ რეპორტაჟში თქვენივე მონაყოლი სადაც თქვენ ამბობდით რომ იცნობდით ამ ადამიანებს და იქაც ემთხვევა ხო დათო როდესაც ეძახით. კი ბატონო ეხლა გეტყვით რა მოხდა ანუ ჩემი ამ ვიდეოების გავრცელების შემდეგ იმ ხელაზე წოლა წამოვიდა და იმ ისეთი კომენტარები და ისეთი შეურაცხყოფები წამოვიდა ჩემ მიმართულებით იძულებული ვიყავი რომ მე თქვა ის რომ მე ამ ადამიანებს ვიცნობდი და მაინტერესებდა ამით ხალხი გაჩუმდებოდა თუ არა ანუ არ იცნობ კომპანია იმედს მოუხადო ბოდიში. ანუ ეკა თქვენ ახლა გადათქვით და თქვენ ახლა ცდილობთ გითხრათ რომ თქვენ არ იცნობთ ბატონ დავითს და ბატონ კი ბატონო მე მინდა ბატონ დავითის და ბატონი გოგას ოჯახს მოუხადო ბოდიში იმიტომ რომ მათ შეიძლება რაღაც პრობლემები შეექმნათ მე ეს არ გამითვალისწინებია რომ შეიძლება და რაღაც პრობლემა შექმნოდა მათ ოჯახებს მე მათ არ ვიცნობ ნამდვილად და ეს ყველაფერი იყო ანუ კი ბატონო მაშინ სატელეფონო ძალიან დიდი შეცდომა გასაგებია ეკა როდესაც გაჩერებდნენ და როდესაც თქვენ ურეკავდით ანუ იმ ფაქტსაც ნუ ხელავთ მოდით და ნუტირით ძალიან გათავისუფლდი ეკა გათავისუფლდი მოხდენილი ეკა არის მოხდენილი გოგო ხარ მშვენიერი ნერვიულობს ეკა არის ნერვიულოთ პირდაპირ ეთერში ხართ არნაირი პრობლემა არ არის თქვენ იმდენი ხანია უკვე ყველა გიყურებთ და თქვენს კომენტარებს ისმენს რომ ეკა ძალიან იყოს ნუტირი არ იტიროთ ძალიან გთხოვთ დაკნას ნუ იტიროს ახლა ეტირება და გაქვთ სურვილი რომ განვაგრძოთ მე ერთ რამეს კითხავ თუ შეიძლება ეკა თქვენი ნებართვით იცით რა არის ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ ყველას აბსოლუტურად მე ამ ადამიანებს არ ვიცნობ და უბრალოდ კარგი კარგი მეგონა რომ ამით ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა კიდევ მინდა გითხრათ რომ ანუ მე დღეიდან საერთოდ აღარ გამოვჩნდები არასოდეს არც მე და არც ჩემი მანქანა და ერთი იცოდეთ რომ აი მართლა არ მინდა ვინმე შეექმნას პრობლემა იმის გამო რომ მე რაღაც მოვიტყვე ეკა კარგი შეიძლება ეკა შენ თუ არ იცნობდი საპატრულო პოლიციის მაღალ ჩინოსნებს და მათთან თუ არ დაგირეკავთ იმავე პატრულის ქარულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს ის რომ სამორიგეოში სადაც პატრულის თანამშრომელი რეკავს აქვთ ინფორმაცია ანუ მიწოდებული არის ინფორმაცია და რას ნიშნავს ის ინფორმაცია ანუ რა შეტყობინებაა შესული არანაირი შეტყობინება არ არის შესული თვითონ იმ გიორგიმ გადმორეკა მე მგონი და უთხრა რომ გაუშვითო თუ რაღაცა ნუ არ ვიცი კარგი ბელა მე მესმის შენ ხარ მაგარი ჟურნალისტი და სულ გინდა ამომწურავი და აი ყველაზე ამომწურავი პასუხი მიიღო მაგრამ ძალიან ნერვიულობს ეხა და მე პირადად ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი მისი ცრემლები რომ დავინახე ერთადერთ კითხვას დაგისვავ ეკა ზეწოლა მოხდაო ჩემზეო ამ დღეებში აი ისეთი ზეწოლა იყო და ისეთი კომენტარებიო და ისი მხრიდან პოლიციის კომენტარები გაკეთდა საზოგადოების მხრიდან იმ საზოგადოების მხრიდან რომლებსაც არანაირი პოლიციელები რაშუაში არიან ანუ საზოგადოებიდან გამომდინარე ხდებოდა ეს ყველაფერი უცენზურო სიტყვებიდან მე თუ ერთ კონკრეტულ ადამიანს ბაგინე დამიჯერეთ რომ თელმა საქართველოს მემაგინა სულ არაფრის გამო კარგი და მე დაუსახურებლად აგინე და თქვენ დაუსახურებლად გაგინეს
და ყველამ გამოიტანეთ თქვენი განაჩენი და არ მაინტერესებს აწი ვინ რა კომენტარს გააკეთებს და ვინ რა სიტყვის. არ შეიძლება. ყველა ძალიან მიყვარხართ და წარმატებები. ეკა, ერთი კითხვა მაქვს ბოლოს. ეკა, ერთი კითხვა მაქვს სულ ბოლოს. მე პირადად თქვენი ვიდეო გავაზიარეთ ჩემ კედელზე და დავაწერე. მივაწერეთ ამაზ რზენი. თქვენ რომ გენახათ ჩემს მონაწილეობით აი ესეთი ვიდეო. რასი არ გამლანძღავდით? მოგეწონებოდათ? როგორ ბოდიში ნანიკო რა გინდა? არა, ვეკითხები უბრალოდ. მე ვარ მომხრე, მეგობრებო. ძალიან ცხარე კომენტარი აქვს, მაგრამ მე ვარ შენ კი არ გაგლანძღავდი პირველ რიგში. შენ ვინც აგიტვირთ აი ვიდეო, იმას გავლანძღავდი, გაიგე და ერთი ქალი მითხარით, რომელიც არ იგინება და მე ამ გინების გამო უკვე მოვიხადე ბოდიში, მე მგონი იმ ადამიანების წინ ვიგინები, მაგრამ სხვა ადამიანებს არ დამნაშავეთ. ეკა, მე ვარ მომხრე, რომ შევწყვიტოთ ჩვენი ინტერვიუ. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ეკა ბოლოს გაგვიცინე რომ დავწყავდი. ერთი თევაურად გაგვიღიმე რა. არა, მეგობრებო, შეიძლება სხვა ასპექტს მივაქცევ ყურადღებას. რაღაცას ამბობს ეკა. რაღაცას ამბობს შალო. დიახ ეკა. სუთელავია, სუგულავია, რაღაცას ამბობს და არ გვესმის. დიდი მადლობა ბელა, შენ სტუმარსაც და შენს კიდე არ გაგვინოს.